როგორ უყურებს დავის ბათღოჩთავს. Πού ვინ არის ეგ გოგო? Πού? გიორგი გადასარევად ერთობა აქ თავის სტიქიაშია. რა გინ რას აკეთებ? Camps. რას? Adraks. Camps. Camps. დღევანდელი დღე შედარებით გვიან დავიწყეთ, გვიან ავდექით. ცოტა ხანში მერე ბუბუ გავიყვანეთ ეზოში, თუ ჩავიყვანეთ უფრო სწორად. კარგად იჯერა გული, არაფერი დამიშლია, კარგად გატოპა ყველა ტალახში და წუმპეში, იმიტომ რომ მაინც უნდა დამებანა და მივუშვი თავის ნებაზე, აქ ცოტა ნაწყენი სახე აქვს რაღაცა უკმაყოფილო, თუ მაინც უნდა გებანავებინე, სულ არ მინდოდა ეგეთი გარეთ გასვლაო რა, ანუ ეგეთი სახე დაახლოებით და ეს ბანაობის შემდეგ აქვს ხოლმე ეს მსგავსი რაღაცა შემოვლები და წამოვლები. ცოტა მეზარებოდა, მაგრამ საქმე მეძახდა. სხვა გზა არ იყო და შევუდექი, მივადექი ჯერ სამზარეულოს, იმიტომ რომ ჭურჭელიც უკვე ბლომად მქონდა დაგროვილი, მოვაწესრიგე, დავასუფთავე. რამდენიმე ქილა ვიყიდე. სუნელების ჩასაყრელად კი მაქვს ცალკე, მაგრამ აი რასაც უფრო ხშირად ვიყენებ, მინდა რომ მხოლოდ ისინი ჩავდო ამაში. 4 წელი პატარაა და ერთი დიდი, აი დიდში ალბათ უფრო ბრინჯს ან მაკარონს ან რამე მსგავს ჩავყრი. მოცულობაც საკმაოდ დიდი აქვს, ამ პატარებსაც კარგი მოცულობა აქვს, სხვათა შორის არ მეგონა და რადგანაც რამდენიმე თუნდაც ერთი ახალი ნივთი რომ შევიტანო ხოლმე მარაგში, უკვე მოყვება რაღაცა გადახალისება ან გადაწყობა და მაგას მოყვა ერთ-ერთი თაროს დაალაგება თუ უჯრის დაალაგება. ფაქტიურად მე თვითონ გამოვიჩხრიკე საქმე არსაიდან და პარალელურად სადილს ვაკეთებდი. აქ შუალედში ბავშვებმაც მიირთვეს და მე კიდევ ეს ცხელ-ცხელი ორთქლი რომ ამოსდის, ეგეთი ყავა მელანდებოდა. თან ვრეცხავდი და თან ვფიქრობდი ეს გემრიელად როგორ დავლევდი დალაგებულ სახლში ყავას. შემოვწმინდა ისე, რომ იტყვიან ზრდილობის გულისთვის არ მქონდა ეგ გასაწმენდი, უბრალოდ რადგან უნდა გადამეწყო რაღაცები. ბარემ ისე მოვასუფთავე, სხვათა შორის ძალიან კომფორტულია ეს სათავსო და ზოგადად ჩემი სამზარეულო უკვე ძალიან ბევრი წლისაა. სიამოვნებით შევცვლიდი. არაფერი არ სჭირს ოღონდ. მაგრამ რაღაცა აღარ მინდა და სხვადაირი მინდა. ხო და აი ეგეთ სათავსოს აუცილებლად გაზის მეორე მხარესაც გავუკეთებდი. იქ თუ დააკვირდით, ვაფლი შევინახე მაცივარში. ვაფლს ვერანაირ გემოს ვერ ვუგებ, თუ მაცივარში არ გავაციე. არ ვიცი ეს ჩემი აკვიატებაა თუ მართლა ასია, მაგრამ თუ არ მოგისინჯავთ, ერთხელ სცადეთ და ნახავთ, რომ მართლა განსაკუთრებულად გემრიელია. ჩემ საძინებელში ბარემ თეთრეულით შევცვალე და სანამ ოთახს ვანიავებდი, აი ამ კუთხეს მივადექი, რაღაცა აღარ მომწონს ეს ზედმეტი ნივთები და გადავალაგე კი არ და შევინახე, რაც მეზედმეტებოდა. გავასადავე, ასე ვთქვათ. ხეს ჩემი ქალბატონი უკვე გაშრა. გაბრდღვიალდა და ნახეთ როგორი ჩიჩილაკია ხოლმე. ბოლოს უკვე ჩემი სარეცხიც დაირეცხა, გაშრა, გამოვალაგე და ახალიც შევყარე, უფრო სწორედ თეთრეული შევყარე. და სარეცხის მანქანა საშრობით ყოფილა ცხონება ხალხო. განსაკუთრებით ზამთარში, როცა 3 დღე გჭირდება, რომ გააშრო როგორღაც სარეცხი. ამასობაში მეც ქანც გაწყვეტილი ერთი სული მაქვს, როდის დავჯდები და ჩავიჯდები ჩემს საყვარელ სერიალს ჩუქურის მერე აი ამას ვუზივარ ხალხო. და ბოლოს თხოვნა მექნება ვინც გიყურეთ, ბარემ არხი გამოიწერეთ.